ვაგრძელებთ დისკუსიას და ამჯერად მინდა შევეხოთ დავითის სხვა მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელმაც მოამწიფა და განაპირობა მისი წარმატება. გელათის აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ასე ვთქვათ ინიციატივა, რომელსაც თქვენ საუნივერსიტეტო რაღაც წამოწყება იყო ალბათ განვითარების შემთხვევაში შეიძლება ინგლისისთვისაც დაგვესწრონ უნივერსიტეტის კულტურის და უნივერსიტეტის ასე ვთქვათ ტრადიციის შემოქმედება და ეს რა ასე ვთქვათ წამოწყება იყო რამდენი ხანი დაჭირდა ამ ინიციატივის განხორციელებას? ხო, ეს თვითონ ის განაცხადი, რაც გაკეთდა, როგორც ჩანს, უკვე დავითის მიერ და ეს დავითის ისტორიკოსმა ასე მეორედ იერუსალიმად და სხვა დათინადა. ესე იგი სულიერებისა და განათლების კერა, ცენტრი, ხო? ახალია რაღაცა ეს. მანამდე ასე არ უთქვამთ, აი ასე ორივე, ხო, სადაც განათლება, სულიერება და განათლება, ხო? ეს რაღაც ახალი ეპოქის დასაწყისია. ამ კუთხით. ეს ერთგვარად ალბათ აი რუისურბნის ხო ათარიღებენ 1106 წლით საფუძვლის ჩაყრას, მშენებლობის დაწყებას, ხო, აგებას, ტაძრის აგებას 1106 წლით. იქნება არ იყო შემთხვევითი 1104 წელს ახალი წესრიგი დამყარდა ეკლესიაში, იწყება ახალი ცხოვრება ეკლესიის, ხო? ეკლესია არის ცენტრი ისედაც არა მხოლოდ სულიერების, არამედ განათლების, ხო? და ესე იგი, აი ამისი დაგვირგვინებაც არის და ჯერ ვერ ვიტყვით ჩვენ იმას, რომ დასრულდა საქართველოს გაერთიანება, ჯერ კახეთის არაა შემომტკიცებული, ხო? სადღაც იმ პერიოდში ხდება კახეთის შემომტკიცება. ზუსტად 4-6 წლებში დაახლოებით ხდება კახეთის შემომტკიცება და ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მე მაინც უფრო მგონია, რომ ეს სწორედ იმ ეკლესიაში განახლების ერთგვარი შეჯამება იქნებოდა დიდი ცენტრის, ახალი საეკლესიო ცენტრის გაჩენა საქართველოში. ხო, თან აქ აქვს იმ პერიოდის რაღაცა ორიგინალური ფილოსოფიური თხზულებები, ანუ ახლა უშუალოდ გელათს უკავშირებენ ორი დიდი მოღვაწის საქმიანობას. იოანე პეტრიწის და არსენი ყალთელის. იოანე ეს პეტრიწონიდან, ხო? აი ეს ახლა უკვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა ისევ იმ გრიგოლ ბაკურიანზე. მე გიორგი მთაწმინდელზე კი ვთქვი, ხო? აი გრიგოლ ბაკურიანის ძე. აი ეს 83 რო ახსენეს ზუსტად თარიღი პეტრიწონის მონასტრის გახსნისა, როგორც ჩანს. ესე იგი, ეს იყო დიდი მოღვაწე, სამხედრო პოლიტიკური მოღვაწე, ჯერ აღმოსავლეთის დომესტიკოსი და შემდეგ დასავლეთის დომესტიკოსი და ალექსი კომნენოსის გუნდის წევრი. ხო? მანამდე მისი დაწინაურება აშკარად ეტყობა, უკავშირდება მარიამის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას, მარიამ დედოფლის მოღვაწეობას. მე ასეთი შემოვიტანე ისტორიოგრაფიაში ასეთი ცნება. ქართული პარტია კონსტანტინოპოლში. ქართული პარტია ეს ფორმულირება არის ჩემი. ქართული პარტია კონსტანტინოპოლში და ამ პარტიის ლიდერები მარიამ დედოფალი და გრიგოლ ბაკურიანის ძე. ახლა ეს არის მე ვამბობ დავარქვი ამას ასე. აქ არის აშკარად, ესე იგი, საქართველოს ლობისტების გუნდი. ხო? საქართველოს და აი ამ ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანის ლობისტების გუნდი, ხო? პროქართული პარტია. პროქართული პარტია. და გრიგოლი თვითონ რო ვინ არის?
თუ ჩვენ 1000 პირველ წელს 1001 წელს წლის შემდეგ 1001 წელს გარდაიცვალა დავით გურაბალიძე და იმის შემდეგ იმიერტაო აღარ იყო საქართველო. ახლა იქ იმ დროს დაარსდა თუ მერე გვიან დაარსდა თემი, ანუ ადმინისტრაციული ერთეული, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ არის საქართველო. ის იმპერიის ნაწილია, ხო? იმპერიის ნაწილია და ესე იგი იქ დაბადებული, უკვე იმპერიაში დაბადებული. მაგრამ და აშკარად ასაკითაც იქნებოდა ასე, ხო? 83 წელს რომ აფუძნებს და ახლა მთლად უფრო გვიანაა დაბადებული 1001 წლის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ბიზანტიაშია დაბადებული ეს კაცი, ხო? გრიგოლ ბაკურიანის. და ეს კაცი მეორე, მესამე და მეხუთე, ხუთეულში მაინც შედის ალბათ იმ პოლიტიკურ მართლ გუნდში, ხო? 80-იანი წლების დამდეგს, როდესაც ფუძდება პეტრიწონის მონასტერი და ეს კაცი ამ ტიპიკონს ანუ წესდებას უწერს ამ ეკლესიას და წიგნი წერს ბერძენი მღვდელი არ უნდა იყოს აქ. წარმოგიდგენთ, ბერძენი მარტო ეკონომიკურ სამეურნეო სფეროში, ხო? ესე იგი ბერძენი მღვდელი არ უნდა იყოს და არ უნდა წირავდეს აქ. ეს რა განცხადება, იცით, კონსტანტინოპოლიდან დაშორებული რამდენი კილომეტრი იქნება და რამდენიმე ასეული შეიძლება ზუსტად არ ვიცი ის ბაჩკოვო ბულგარეთის ტერიტორია დღევანდელი ხო? პეტრიწონი სადაც იყო. ხო. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს არის ესე იგი დაპირისპირება იმპერიის ცენტრთან, ხო? და იმპერიის ნაწილია ეგ. ხო, იმპერიის ნაწილია, ხო? ახლა ჩვენ იმპერიის ლიდერები ყავდა, ხო? სტალინი და ბერია. ეგენი ყველაფერს აკეთებდნენ, ალბათ ბერია ნაკლებად, მაგრამ სტალინი ყველაფერს აკეთებდა, რომ გაერუსებინა საქართველო, ხო? ნუ ერთ სიტყვით მესაფლავე არა ქართული სახელმწიფოს ამას ეს არის 2x2 4. სტალინი, იოსებ ჯუღაშვილი, ქართველი როგორი ქართველი? ქართველი, რომელიც წერდა ქართულად, პოეტობდა ქართულად, პოეტი როცა პოეტობ, შენ ცოტა მეტი ქართველი ხარ რაღაცნაირად, ხო, აზროვნების კუთხით და ესე იგი ასეთი და პირველი ორი ტომი მისი თხზულებების რუსულად დაბეჭდილის, ხო, რუსულად. პირველ ორ ტომის ყველა სტატიას აწერია პერიოდს გრუზინსკო. ესე იგი რადონის ქართველია, ხო? და აი წარმოგიდგენიათ და მთელი სუფთა იმპერიულ რელსებზე შეჯდა, ხო? და ასეთ რამეს რომ მოსკოვში და რუსეთში სადღაც რაღაცა ცენტრი გაეხსნათ, ხო? და იქ რუსისთვის ეთქვათ რომ შენ არაფერი გესაქმება. ჩვენ ეკლესიებში არის მსახურება ქართულად მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ იქ წინამძღვრები ყველა არიან რუსები, ხო? წინამძღვრები იქ უბრალოდ მსახურობენ ქართველი მღვდლები, ხო? მე ისი თქვა მინდა. ასეთი რამ გაუგონარია. ეს კაცი ერთ-ერთი პირველია რა იმ ხელისუფლებაში და გამოდის ასეთ განცხადებით. და თლიანად არის ქართველი პატრიოტი, საქართველოს პატრიოტი, ხო? ქართული ეკლესიის პატრიოტი, ხო? აი ეს არის აქ განსხვავება, ხო? აი ეს იმ პეტრიწონში მოღვაწეობდა ეს იოანე პეტრიცი. იოანე პეტრიცი წარმოადგენდა ის დიდი ფილოსოფოსია, ნეოპლატონიკოსად მოიხსენიებენ მას. ახლა მე მაინც და მაინც არ მინდა კომპეტენტური რაშიც არა ვარ იმ საკითხებზე ვილაპარაკო და მის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაზე, ხო? მაგრამ ჩემთვის თავარი რა არის? რომ ის თურმე იოანე იტალოსი იყო ასეთი მე-11 საუკუნეში იმ მისი გუნდი ეს ცოტა მეამბოხე ფილოსოფოსი და სწავლული, ხო? მიქაელ ფსელოსი ეს და იმ გუნდში ყოფილა. ამიგეთ? და ეს დიდი ავტორიტეტია აი ამ კუთხით. განათლებული ძალიან დიდი ქართულ ფილოსოფიაში ის ძალიან დიდი ავტორიტეტია ეს იოანე პეტრიცი. ეს
როგორც ჩანს ჩამოიყვანეს და ის მეორე დიდი ასევე სწავლული ფილოსოფოსი, ხო? იარსენი ყალთოელი ორივენი მოღვაწეობდნენ იქ. შემდეგ არსენი ყალთოელმა იყალთოს აკადემიაც, იყალთოშიც აკადემია დააფუძნა. ახლა მე მაინც და მაინც აი ამ სფეროში რამე სერიოზულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ისეთ მნიშვნელოვანს, რაც ქრესტომატიული არ არის, ხო? მაგრამ თავარი რა არის, იცით? ახალი ეპოქა ეს განათლების. განათლების სარგში არის ახალი ევროპა, ეს აშკარაა. იმდენად დიდი ავტორიტეტი არის ის იოანე პეტრიცი. მეორე რეფორმა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ალბათ დავითის ეპოქას და დავითის მმართველობას ცოტა ისეთ მნიშვნელობას ძებს, რომ მისი მმართველობის დროს შეიძლება ესეთი მარტივი არ იყოს ცხოვრება. ანუ მაგალითად მსტოვრების ინსტიტუტი, ხო? ხო, აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყოს. საკურველია. დისტანციიდან დავითი ძალიან ესეთი წამტაცი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჩინელებს აქვს ესეთი გამოთქმა საინტერესო ეპოქაში ცხოვრება ყველაზე საშინელი რამ არის. შეიძლება დავითის ეპოქაში ცხოვრება, აი ზოგიერთ ისეთ ადამიანს, რომელსაც რეფორმები არ უყვარს და ძალიან უყვარს ესეთი განსაკუთრებული მუცელღორული თავისუფლება, დავითის ეპოქაში აღმოჩნდებოდა ზუსტად ძალიან დიდ შრომაში. აი როგორ იყო ეს მსტოვარი? ესე იგი, დავითის რეფორმატორული მოღვაწეობის მთავარი შედეგი რა იყო? სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა. სრულიად საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის ინსტიტუტების შექმნა. პირველ რიგში სახელმწიფოს ფუნქცია რა არის? თავდაცვა და წესრიგი. ხო? საერთოდ სახელმწიფო იშვა ისთვის, როდესაც იშვა სახელმწიფო არა, კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, როცა იქ შეიქმნა სახელმწიფო, თვითონ ასე, ეს იძულების, ასე ვთქვათ, იძულებას ანსახიერებს, ანუ იძულების ინსტიტუციაა, ასე ვთქვათ. მთავარი ამოცანა რა იყო? ვიღაცა მტერი არ მოსულიყო და არ დაეპყრო, ანუ სახელმწიფოს თავდაცვა. და მეორე, ქურდობა არ ყოფილიყო, ყაჩაღობა არ ყოფილიყო, თავდასხმები არ ყოფილიყო, ქონება დაეცვათ, ხო? ქონება დაეცვათ. ესე იგი, შიდა წესრიგი, სამართალი. სამართალი. აი, სამართლებრივი კუთხით სააჯო კარი შექმნა, ეს ყველაფერი, ესე იგი, დავითის ეპოქაში იქმნება. ეს სასამართლო ხელისუფლების სხვა დონეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეს იყო მანდატორთა ხუცესის სახელო, ანუ კომუნისტების დროს ასეთი სამინისტრო იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ერქვა ერთი პერიოდი საქართველოში არ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა, შევარდნაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი კი არ იყო, საზოგადოებრივი წესრიგის აი საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო წესრიგი, ხო? აი ეს იყო როგორცაც ძალზე დიდი პრიორიტეტული ამოცანა დავითისა, სამეფო ხელისუფლებისა. და იმდენად მკაცრი ყოფილა ამ კუთხით დავით აღმაშენებელი, რომ არაფრით საერთოდ აი ღალატი, ოდნავ გულში ვინმეს რო გაევლო ღალატი, ხო? ისჯებოდა, როგორ ისჯებოდა ჩვენ არ ვიცით სამწუხაროდ, არ წერია ამის თაობაზე, მაგრამ ის რომ თვალთვალი იყო უმკაცრესი, ხო? იმ შუა საუკუნეებისათვის კი ცოტა საჩოთირო დავითის ისტორიკოსი პირდაპირ წერს. იცით რა წერს დავითის ისტორიკოსი? ესე იგი ჯერ ასეთ რამეს წერს, არა რაიშორიელი, არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მყოფთა კაცთა დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი,
კეთილი გინა ბოროტე გინა სიტყვა ითქმული არარაი დაეფარო და ყოვლადვე არაფერი დაფარული არ იყო არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ ეთქვის ყოველივე ცხად იყო წინაშე მის ყველაფერი ეს იცოდაო ვირას ამბობდა იცოდაო ხო ვიდრენდის გული სიტყვანიცა და მოგონებანი ვიეთნი მე მოთხრნის მათ აი ჯერ გაფიქრებულიო რა ხო მათ რომლითაც ზარგცილყნის და მონაზონთა განშორებულ ეს სენაკთა შინა მათ თქმნილნი ღვაწლნი და სათნოებანი უწყოდის მონაზონების ცხოვრების ამბავი იცოდა ხო ახლა ჩვენთან რო არის სუსის კრებსებიო და მონაზნები და ისინი როგორ ცხოვრობენ ეს რო ვიცით და უყურეთ ახლა რასაც წერს ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ეს ეჩოთირება ნუ განსჯიო რა ნუ განსჯიო ამისთვის მეპესო გეუბნება ეს არამედ ამას ცნობთ თუ რა ისარგებელი პოვის ამით ხო რამე თუ არა ცუდა და რადმე და განსაკითხად საგიობელთა საქმეთა თვითმიზანი კი არისო ხო ანუ საკითხელად ვიეთათვის მე იქ მოდის ნუ იყოფინ ესე წარვედნენ არა დიდნი არამედ ხო დიდნი საქმენი და ფრიად სასტრაფონი წარმართნა ამით და მრავლის საკეთილისა მიზეზი იქნა ეს ამით გაკეთდა ეს დიდი საქმეებიო ამ წესრიგმა ეს წესრიგი უდევს საფუძვლად ამ დიდ წარმატებებსო გეუბნება რომ გავშალოთ რა ეს სიტყვი პირველად ორგულებასა და ზაყვასა და ღალატსა რასაც ვერ ვინ დიდთა ანუ მცირედთაგანი იკადრებდა მოგონებადსა ჩაიფიქრებდაო რა ხო არა თუ თქმადვის და თქმამდეო რომ ჩაიფიქრებდაო ხო აი უკვე მაშინ იცოდ არცა თუ ცხედრეულსა თვისა თანა თანამეცხედრესა თვისა თანა ანუ მოყვასსა თვისა გინაყრამათათვის და ვინაიდან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან რომელ პირით აღმოსვლასავე თანა სიტყვისასა საცნაურ ქმნილარს უეჭველა წინაშეების ესე იგი ეს კაცი გვეუბნება ჩვენი მემატიანი გვეუბნება რომ აი მეუღლესთან თანამეცხედრესთან ესე იგი ესე იგი აქ პირდაპირ რუსულად რო თარგმნა ზექალაშანიძემ აი ეს სპალნიე ლოჟე აი ესე იგი პირდაპირ იმაში რა საწოლო ოთახში რასაც განმარტოებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეტყვის ხო ესეც უკვე უცბად იყო ეს აი ეს მიაჩნია მას საჯოდიროთ ესეც და ნუ ეძიება ამის გამო ნუ განსჯიო შენო მასო